კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და კიდევ ერთი გაშლით მომედი რა გინდათ და რა გჭირდებათ. სანამ გაშლას დავიწყებ, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს ნდობის გაცხადებისთვის, იმისთვის რომ ჩემს გვერდით ხართ, ესენი რეებია. და ვნახოთ ახლა ვისთვის არის ეს გაშლა, რა გინდათ თქვენ და რეალურად რა გჭირდებათ. ახახა ვერ ვიტყვი მეგობრებო, რომ ეს თქვათ თქვენი სიგნიფიკაცია იყოს, მგონია რომ უფრო ენერგიებს მივყვებით, თუმცა შესაძლოა რომ ისეთი ადამიანებიც მიყურებდებთ, რომლებიც აი ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდებით ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როცა გაქვთ შეგრძნება, რომ ვერ დაგაფასეს, ვერ დაინახეს, სულ ვამბობ, რომ ნიადაგს, სწორი ნიადაგი ჭირდება, უბრალოდ მარცვლეულს, ხო, სადაც რას ვთესავთ. თუ არასწორ ნიადაგზე ვთესავთ, იქ აპრიორი უკვე ემბრიონშივია განწირული, ხო, ჩანასახშივია განწირული თავიდან, რომ იქ არანაირი მოსავალი არ მოვა. და მე ნიადაგს კი უნდა დავაბრალებთ, ანუ ჩვენს თავს დავაბრალოთ, რომ არასწორად შევარჩიეთ მოცემული ობიექტები. ემოციურად ძალიან არ ვიცი, ახლა შეიძლება ისეთ მდგომარეობაში იყოთ, რომ რა იქნება მერე, მაგრამ საკმაოდ ისეთი კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, გიყვართ კომუნიკაციები, სხვათა საუბარიც გიყვართ თქვენს პირად ცხოვრებაზე სხვებთან, მეგობრებთან და შესაძლოა ახლა ზუსტად აი ეს პერიოდი გქონდეთ, როცა ვიღაცები გამშვიდებენ, ვიღაცები გეუბნებიან, რომ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ არაფერი კარგად აღარ იქნება. რაღაცა ესეთი ენერგიების ამბები მომდის. ნახოთ ახლა თქვენ რა გინდათ და რეალურად რა გჭირდებათ. თქვენ რა მისნები და სურვილები გაქვთ და რეალურად სამყარო თქვენ საჭიროებებს როგორ ხედავს, ხო? თქვენ გინდათ სიყვარული, თქვენ გინდათ გვერდით ადამიანი, რომელიც იზრუნებს თქვენზე, რომელიც აბსოლუტური დაცულობის შეგრძნებას მოგცემს. ნახეთ, თქვენ გჭირდებათ სიყვარული და არა უბრალოდ კავშირი. თქვენ გინდათ სითბო და არა უბრალოდ რაღაცა ყოველდღიური ფლირტი. დააკვირდით, რას ვამბობ, ძალიან გჭირდებათ თქვენი გადასახედიდან საჭიროებას გულისხმობ, რომ აი ვიღაცის მხარზე ჩამოდო თავი და უბრალოდ კედელი იგრძნოთ, ხო, აი საყრდენი იგრძნოთ. არ შესაძლოა ამბობთ კიდეც, რომ იყავი ჩემთვის მხრები, იყავი ჩემთვის რაღაცა ემოციური ყავარჯენი, ხო, მოდი ასე ვთქვათ, როცა მე ძალიან მიჭირს. ახლა და აი ამ ეტაპზე თან ამ ენერგიებიდან გამომდინარე, ამის ძალიან დიდი სურვილი გაქვთ. სამყარო როგორ ხედავს თქვენს საჭიროებებს? სამყარო გეუბნებათ, ნახეთ, რომ შენ კი გინდა თასების მეფე, მაგრამ მზრუნველობაზე მეტად გჭირდება საკუთარი თავის გამოფხიზლება, საკუთარი თავის ძალების რწმენა, ხო? ადამიანი, რომელიც შენში მოიტანს სიცოცხლეს და შენ შემოგიტანს ენერგიებს, ანუ შენ გაქცევს სხვანაირად, ნახეთ, შენ გამოგაცოცხლებს და არა ის, რომ ვთქვათ, აი ბალანს უფრო მოგიტანს, ვიდრე იმას, რომ ვთქვათ, თქვენ მას დაეყრდნოთ. მე სულ ენერგიო ვარ და შენ უნდა მკვებო, ხო? აი ესეთი ქვეტექსტია აქ და აქ არა, გეუბნებიან, რომ ისეთი ადამიანი გჭირდება შენ, რომელიც უცებ გამოგაფხიზლებს და დილით შენითვე წამოხტები ლოგინიდან, იმიტომ რომ უნდა ჩქარა გაემზადო და არ ვიცი ჩახვიდე და ქვემოთ სადარბაზოსთან ან ჭიშკართან გელოდებათ ადამიანი და უნდა ჩაეხუტოთ მას, ხო? ან საღამოს სადღაც ერთად უნდა წახვიდეთ. აი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ასე გაწმენს თქვენს ფსიქოემოციურ ფონს, ფიზიკურ დონეზე შეიძლება გაგწმინდოთ ერთი რამე დაიმახსოვრეთ, განსაკუთრებით ქალებში. წონა როცა იმატებს, იქ ცოტა სხვა რეალური ქვედინებების გამოხდება ხოლმე ეს ყველაფერი და ხშირად სწორი ადამიანის ორბიტაზე მოხვედრა თქვენს სხეულს, ასე ვთქვათ, ისეთ კორექციას უკეთებს, რომ ვერც ერთი ესთეტიკური ჩარევა შეიძლება ის შედეგი ვერ დადოს, ვერც ერთმა ქირურგიულმა ჩარევამ, ხო, პლასტიკურმა ქირურგიამ. დამერწმუნეთ, მეგობრებო, ეს შემიძლიათ 100% გითხრათ, რომ ნამდვილად ასე ხდება ხოლმე. აი თქვენ სამყარო ხედავს, რომ აი ასეთი ადამიანი გჭირდებათ და არა ის. კიდე მანახეთ. ერთი
ნახეთ რა საინტერესოდ გაიშალა. ახლა გეტყვით მე თქვენ ფიქრობთ რომ ახლა გინდათ რომ იტიროთ, აი ზუსტად ასე მეგობრებს მოუყვეთ, რა ძალიან ცუდად არის ყველაფერი, ამჩნევთ მხოლოდ ასე ვთქვათ, გაფუჭებულ და დანგრეულ სიტუაციებს და რაც დარჩა იმას ვერ აღიქვავთ და არ გინდათ იმისი დანახვა, გინდათ რომ ისევ რაღაცა სამყარომ გამოგიგზავნოთ იგივე სიტუაცია თუ იგივე ადამიანი და ციკლი ხელახლა დაიწყოს, რომ ზოგს სხვათა შორის ის მომენტიც გექნებათ, რომ ერთი ჩემამდე მოვიდეს ის ადამიანი, ვინც გაწყენინათ და მერე მე ვიცი როგორ გავუშვებ და ესეც უკვე არასწორი ენერგიაა მიმიხვდით, როცა უკვე აი თითქოს შურისძიების გამო გინდა რაღაცა შენ არასწორად უშვებ შენს ენერგიებს და რეალურად მე იქ ანარეკლი სხვანაირად ბრუნდება რა და თქვენ ეს სურვილი გაქვთ აი თითქოს თქვენი ეგოს და კმაყოფილების სურვილი გაქვთ და რეალურად სამყარო გეუბნებათ რომ შენ გჭირდება ემოციები ის ემოციები რომლებიც შენ ისევ ადამიანად გაქცევს ხო აი რომელიც როგორ გითხრათ წყალს რომ დალევ და სისხლად რომ სუფთა სისხლად რომ გადაიქცევა შენს ძარღვებში და აბსოლუტურად სხვა ჟანგბადს რომ შემოგიტანთ ხო აი დაახლოებით ესეთი მომენტი და გეუბნებიან რომ თქვენ ამ თქვენი ჩიხებიდან უნდა გამოხვიდეთ და კონტროლი უნდა ისწავლო, ბალანსი უნდა ისწავლო. შენ ორივე ენერგია უნდა დააბალანსო, დაალაგო. შენ გჭირდება საკუთარ თავთან ასე ვთქვათ აი საკუთარ თავთან დიალოგში ყოფნა, სწორი მიმართულებები იმისთვის რომ მერე სხვებმაც ინტერესი გამოხატონ, სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი და სხვებისთვისაც საინტერესო იყოთ, ხო ჯერ თქვენი თავისთვის უნდა იყოთ ასეთი და აი ეს გჭირდება ზუსტად რომ აი ამ ენერგიებში გადახვიდეთ და ზუსტად ამას გიგზავნით სამყარო რომ თქვენი თავის რწმენა გაგიღვიძოთ, ანუ თავდაჯერება იგრძნოთ, მიხვდეთ რომ მერე რა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება, ხო? უკაცრავად, მაგრამ მართლა არ ვიცი, ზე ადამიანებს ტოვებდნენ და ღალატობდნენ და ისეთ ადამიანებში ცვლიდნენ, რომ ჩვენი გადასახედიდან ისეთ ადამიანებში, თორე რეალურად ჩვენ ხო არ ვიცით, შეიძლება ცხრათავით ჯობდა ის ვიღაცა, ჩვენთვის ვიღაცა იმ ზე ადამიანს. მიმიხვდით, რასაც ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ, ასე რომ მაინც ზოგადი ენერგიაც ერთი ვიკითხოთ მთლიანად როგორ და რა იქნება. 10-იანით ასები არ გამოვრიცხავ, მეგობრებო, საბოლოოდ თქვენი ურთიერთობა, ვისაც გამოგიგზავნით სამყარო ოჯახითაც დასრულდეს. მადლობა პირველ ვარიანტს, მაგრამ გავაკეთე პირველი მეორე ვარიანტი, არ გავაკეთე, რატო არ გავაკეთე, არ ვიცი, მაგრამ მოდი მეორეს აგერ დავდებ, რომ უბრალოდ ვიდეოს ყურებისას სიჩქარის ბრალია, ეს სიჩქარის ბრალია დრო ვიპოვე და შემოვედი და აი ამიტომ მინდა რომ რამდენიმე ვიდეო ჩაგიწეროთ. ოი, რა დღეში ხართ მეორე ვარიანტი. რა იყო? მთელი დასტა ხო არიეთ და დარიეთ თქვენი ენერგიებით და ოი გეუბნებით, არ ვიცი, ცეცხლზე თამაშებით. სად ხართ, რას აკეთებთ ახლა როგორ მაინტერესებს, დამინტერესდი ვინ ხართ მეორე ვარიანტი. და ორი არკანი ერთად ამოვიდა. სულელი და არყიანი ხმლები. დედა. არ ვიცი, მუდმივად იხერხებთ ვირტუოზი ხართ მოკლედ პრობლემების, ჩიხების, თვითწარმოდგენების, აბსოლუტურად არ საიდან გამოჩენილი ხიფათების, რაღაცას გააკეთებთ და მე ამ გაკეთებულს მოსდევს ერთ წუთიან რაღაცა ქმედებას მოსდევს არ ვიცი 100 დღიანი შიშები, გლოვა და შფოთვები. ცოტა ბავშვური ენერგიებიც გაქვთ მალე იმპულსურად იღებთ რაღაც გადაწყვეტილებებს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თითქოს არ მეშინია, მე ტანკისტი ვიყავი ომამდე და აწვევით ყველაფერს, მერე უცებ აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომ უცებ შიში აგიტანთ აგაკანკალებთ და ის თქვენი უშიშარობა და გამბედაობა წარსულს რჩება, ხო? არ ვიცი, აი როგორ გითხრათ, რაღაცა საოცრებებს იმართებთ ყოველთვის რა. ზოგჯერ საკუთარი სხვას რომ მოეყოლა, იტყვით, მე ამას არ დავიჭერებდი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. აი ეგეთი ტიპის ადამიანები მიყურებთ და მაინტერესებს ახლა თქვენს თავს რა გინდათ ძალიან და რა გჭირდებათ. ნახოთ აბა.
თქვენ გინდათ იოცნებოთ, მაგრამ თითი არ გაატოკოთ. დახატოთ და ეს ნახატები გაცოცხლდეს და თქვენს გარშემო არ ვიცი, იცეკონ და იმღერონ და ითამაშონ. ფანტაზიებში ხართ სულ, მოკლედ არ ვიცი, შეიძლება თქვენს სიზმრებსა და ოცნებებში მთელი სამყარო თქვენს ფერხთ არის, არ ვიცი, რომელიმე ძალიან ზღაპრული პერსონაჟიც გააცოცხლეთ და თქვენს გვერდითაც დააჯინეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის სადღაც ზემოთ, ხო? ფიქრებსა და იმიტაციებში რეალურად, ანუ მოწყვეტილი ხართ რა რეალობას ამისი თქვა მინდა და თქვენ გირჩევიათ, რომ რეალურ ქმედებების ნაცვლად იჯდეთ და იოცნებოთ. რა გჭირდება, რას გეუბნებათ სამყარო? სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენ გინდათ ჰარმონია, ბალანსი გჭირდებათ. რეალობასთან უნდა, ანუ მიწას მოწყვეტილი ვერ იქნებით. დააკვირდით, ნახეთ, ფესვების გარეშე ვერც ერთი მიზანი, ვერც ერთი, ასე ვთქვათ, თუნდაც დიადი გეგმა ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს, მეგობრებო. ნახეთ, იცით აი როგორი მომენტია, როგორ ავხსნა, ის კი არა, რომ ვთქვათ, მარტო მატერიალისტი უნდა იყო და უნდა იდგე აქ და ვთქვათ, ოცნებები არ გქონდეთ, არა, უოცნებო ადამიანი მტრისას დაავს, მაგრამ აი ფესვები ყველა ვარიანტში გჭირდებათ. იმდენჯერ უნდა დაიწყოთ ცხოვრება, აი რამდენჯერაც შეძლებთ. მიწასთან სიახლოვე გჭირდებათ, რეალობასთან სიახლოვე გჭირდებათ, პრაქტიკული ჭკუა გჭირდებათ, მიმიხვდით? ის არა მარტო რომ ახლა ვიჯექი მე და დავჯექი და მარტო იმას რა ქვია, არ ვიცი, ვოცნებობ და იმის იქით აღარაფერია. აი ეს ბალანსი უნდა ისწავლოთ, ანუ სამყარო ამას გეუბნებათ. დაბალანსება, ჰარმონია გჭირდებათ, სწორი თანაბარი ენერგიები გჭირდებათ რეალობასა და ოცნებებს შორის. კაი, კიდე. აჰა, თქვენ გინდათ, რომ, არ ვიცი, თქვენ ცხოვრებაში მოვიდეს ადამიანი, რომელიც ყველაფერს შეცვლის, რომელიც შეიძლება თქვენს ნაცვლადაც გააკეთოს რაღაცეები, ან მეორე მხრივ, გინდათ, რომ სულ ყურადღების ცენტრში იყოთ, გქონდეთ რაღაცა სასწაული ქარიზმა, ყველა გაღიარებდეთ, ყველა გარშემო გირპენდეთ, ცოტა ეგოისტური მომენტები გქონდეთ და სამყარო გეუბნებათ, რომ ეს ყველაფერი რეალურად რაც თქვენ გინდათ, სწორად უნდა დაიწყოთ ახლებურად იმისთვის, რომ თქვენ ის ყველაფერი მიიღოთ, რაც სამყაროსგან გინდათ. და სამყარო მზად არის, რომ ეს ყველაფერი მოგცეთ. უბრალოდ გამოდით ამ სიტუაციიდან, აი გამოდით თქვენი ოცნებებიდან და თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგით რეალური. ერთი პატარა ბიძგი აჩვენეთ სამყაროს, რომ თქვენ მზად ხართ ამ ყველაფრისთვის. სამყარო მზად არის, რომ თქვენ ახალი დასაწყისი, ახალი გზები და ახალი შესაძლებლობები გამოგიჩინოთ. და საერთო ენერგიაც ვნახოთ აბა ერთი. კი, თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა. არა მარტო პიროვნება, არამედ აი ის როგორ გითხრათ, ისეთი სიტუაციები, ისეთი ამბები, რომლებიც თქვენ ძალას მოგცემთ იმისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი სიტუაცია. ძლივს როგორღაც გამოხვიდეთ აი ამ არაფრის კეთების მდგომარეობიდან და რეალურ ქმედებებზე გადახვიდეთ. ანუ მიზნები, ოცნებები აქციოთ მიზნებად. მოდი, აი ასე ვიტყვი რა. მარტო კი არ იოცნებოთ, ეს ოცნებები უკვე მიზნის ფორმა და სახე მისცეთ და მიზნისთვის სწორი ნაბიჯები გადადგათ. დაფიქრდით, ჰაერზე არ მოვიდოდა ის ინფორმაციები, რაც ახლა მე აქ გავაჟღერე, ვიღაცას ეს აუცილებლად სჭირდება, რომ თავის თავს ჩაუხმაოდეს და მიხვდეს სად არის და რა მდგომარეობაშია ახლა. მადლობა ჩემო კარგო ადამიანებო, დაგემშვიდობებით.